რეგრესი სამედიცინო ხასიათის, როცა აუტისტები ან სხვა რომელიმე მესამე სახლის დაზიანებით არის პრობლემები რუკაში, ბავშვების რუკაში, დაბადებისთანავე და ჩვენ ვიცით რომ ხდება ხანდახან ისე რომ არის გაუმჯობესება რაღაც პერიოდის განმავლობაში, ანუ ადამიანი მუშაობს, ეს რაღაც კონკრეტული თერაპიები და რაღაც პერიოდის შემდეგ ხდება რეგრესი. და ანუ ასტროლოგიურად ესეც აიხსნება რატომ ხდება რეგრესი და ეს ყველაფერი დევს ნატალურ რუკაში. ჩვენ ყველამ ვიცით რომ კონკრეტული მოვლენა ნებისმიერი დაავადებაც ხდება ყოველთვის ამ ასპექტზე, ანუ იქ არ ერთი მხოლოდ ასპექტი არაფერს არ განაპირობებს. მაგრამ რომ განვიხილოთ თითო ასპექტი. მაგალითისთვის და ვნახოთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ხო? აი თუ ადამიანის რუკაში მაგალითად როდესაც დაბადებიდანვე არის კონკრეტული პრობლემა ჩადებული რუკაში, ის რა თქმა უნდა რუკაში ჩანს. და ხშირ შემთხვევაში ეს არის რა თქმა უნდა კვადრატებიც, ოპოზიციებიც, ანუ ნებისმიერი ნეგატიური ასპექტი, მაგრამ ყველაზე ძლიერი ყოველთვის არის შეერთება, იმიტომ რომ შეერთება არის ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი ასპექტი, რომელსაც მოაქვს დადებითიც და უარყოფითიც. შესაბამისად, რადგან ეს ყველაზე ძლიერი ასპექტია, მაგალითისთვის განვიხილოთ შეერთება, რადგან უფრო რუკაში ვისაც აქვს შეერთება, უფრო მეტი ინტენსივობით იქნება ეს თუნდაც სამედიცინო პრობლემა. თუ მაგალითად არის მერკურის დაზიანება. და რუკაში ეს ხდება, როდესაც არის უკვე ასპექტი, ანუ მერკური უკვე რუკაში დაზიანებული არის, ვთქვათ, რომელიღაც ავი პლანეტით, უმაღლესი პლანეტით, ვთქვათ, მერკური სატურნი, მერკური ურანის შეერთება და მერკური არის რეტროგრადული. თუ რეტროგრადული არის მერკური, ანუ სწრაფი პლანეტა უნდა იყოს რეტროგრადული, ანუ მერკური არის დაზიანებული, შესაბამისად ეს ეხება მეტყველებას, ან ეხება აზროვნების კონკრეტულ უნარებს, არის კონკრეტული პრობლემა. და თუ მერკური არის რეტროგრადული, ეს მერკური მიდის უკან, რადგან რეტროგრადულია, შემდეგ ხდება სტაციონარული, გაჩერდება, მერკური შორდება ურანს, არის პროგრესი ესეთ დროს, მაგრამ შემდეგ მერკური ხდება სტაციონარული და ისევ მოდის უკან. უბრუნდება თავის ჩვეულებრივ რიტმს, როგორც მიდის. შესაბამისად, უერთდება ისევ ურანს და აი ამ დროს ხდება რეგრესი. როდესაც უკვე ისევ მეორეჯერ უერთდება ავ პლანეტას იგივე ეს მერკური. ესეთ დროს ხდება რეგრესი. ანუ საფრთხილო ესეთ დროს რუკაში არის, როდესაც ხდება ორი პლანეტის შეერთება, საიდანაც სწრაფი პლანეტა არის რეტროგრადული. ესეთ დროს ხშირ შემთხვევაში ხდება ესეთი რეგრესი, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი პროგრესია. როდესაც მერკური უკან მიდის, რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ ისევ მოbrunდება, ესე ვთქვათ, უბრუნდება თავის დირექციულ იმას და ისევ შეუერთდება პლანეტას. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი გადაივლის, ესე ვთქვათ, ეს არ არის სამუდამო პრობლემა, შემდეგ, როდესაც უკვე ორბისიდან გამოვა პლანეტა ისევ იქნება გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, თუმცა ამ დროს, აი ამ პერიოდს სჭირდება, ესე ვთქვათ, გადალახვა.